მეგობრებო, მოგესალმებით. დღეს მოგიტანეთ დაანონსებული ტაროს საჯარო სეანსი, საჯარო გაშლა თემაზე რა ბუმერანგი დაუბრუნდებათ უახლოეს მომავალში თქვენს მტრებს. ბუნებრივია, უნდა ჩაიფიქროთ ისეთი ადამიანი ან ისეთი ადამიანები, ვინც დაუშვა შეცდომები თქვენთან მიმართებაში, ვისაც ნამდვილად შეეშალა, ნამდვილად უპატიებელი დანაშაული ჩაიდინა, გიმტროთ, გიბოროტად, უსამართლოდ, უმიზეზოდ და ნამდვილად რომ იმსახურებს სამართლიან სასჯელს სამყაროსგან. ჩაიფიქრებთ ისეთ ადამიანს, ვისთან მიმართებაშიც თქვენც არ ახართ ბოლომდე მართალი და თქვენც რაღაც გარკვეული შეცდომები დაუშვით. ბუნებრივია, უშეცდომო ადამიანი არ არსებობს დედამიწაზე. ჩვენ ყველანი ვუშვებთ შეცდომებს, ამიტომ ეცადეთ, რომ ისეთი ადამიანი ჩაიფიქროთ, ვინც ნამდვილად იმსახურებს სამყაროსგან სამართლიან სასჯელს. ჩვენ გავაკეთებთ, უბრალოდ მე გავაკეთებ საჯარო ტაროს სეანსს და ვისაუბრებ სამყაროს კანონზომიერებიდან გამომდინარე, გავხდები იმ ენერგიების, იმ ინფორმაციის გამტარი, რომელიც არსებობს საერთო ინფორმაციულ ენერგეტიკულ ველში თქვენს ჩაფიქრებულ ადამიანთან ან ადამიანებთან მიმართებაში და ამოვიტან იმ ინფორმაციას და გავაჟღერებ აქ ამ ვიდეო ჩანაწერში, რომელსაც შემდგომ მოისმენთ თქვენ. რაც შეეხება უფრო დეტალურ პირად კონსულტაციებს, შეგიძლიათ ამ კონსულტაციების დაჯავშნის მიზნით, პირადი სეანსის დაჯავშნის მიზნით მომწეროთ Facebook-ის ან Instagram-ის მესენჯერში პირადი შეტყობინების სახით. მოგეხსენებათ, მე არ მუშაობ მხოლოდ ტაროს დასტით, მუშაობ რუნებით, მუშაობ ასევე მატრიცის, ბედის მატრიცის, იგივე ნუმეროლოგიური პროგნოზების მიმართულებით. ვარ ენერგეტიკოსი, პრაქტიკოსი, რომელიც ასევე ვატარებ ისეთ ენერგეტიკულ სამუშაოებს და პროცედურებს, როგორც არის ენერგეტიკული წმენდა და სხვადასხვა სახის ენერგეტიკული манипуляციები. რა დროსაც ვიყენებ შესაბამის ინსტრუმენტებს, მათ შორის რუნულ მაგიას, გრაფიკულ მაგიას, რომელიც ერთ-ერთი უძლიერესი ძალაა სხვადასხვა მაგიურ მიმდინარეობებს შორის. ახლა კი ძალიან რომ არ გაგვიგრძელდეს საუბარი, მოდით გავაკეთოთ სამ ვარიანტად, როგორც ვაკეთებ ხოლმე, რა ბუმერანგი დაუბრუნდებათ თქვენს მტრებს, თქვენს წინაშე დაშვებული შეცდომებისთვის, სიბოროტისთვის, სიავისთვის, იმ დანაშაულებისთვის თუ დანაშაულისთვის, რომლებიც ნებით თუ უნებლიეთ ჩაიდინეს თავიანთი უმეცრებით, თავიანთი სიმდაბლით ან ბოროტი ბუნებიდან გამომდინარე, ხო? სამი ვარიანტი იქნება სულ. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი. ჩაიფიქრეთ თქვენთვის სასურველი ვარიანტი, რომელიც ინტუიციურად გიხმობთ, დაგიძახებთ. პირველი ვარიანტი, მეორე და მესამე ვარიანტი. იმედია კარგად ჩანს ვარიანტები. პირველი ვარიანტი, მეორე, მესამე ვარიანტი და მოდით ვნახოთ პირველი ვარიანტი რას გვეუბნება. როგორი ადამიანი ამოვა, როგორი სიტუაცია ამოვა. აქ ჩვენ ხედავთ ადამიანს, რომელსაც გასაქცევად აქვს საქმე გარბის და უკან მოსდევს მთელი ამალა მონსტრების, რომლებიც ბუნებრივია წარმოადგენენ მის მტრებს, მის ავის მსურველებს, რომლებსაც ერთი სული აქვთ, რომ დაეწიონ და
ნაკუწებად, ნაფლეთებად აქციან ეს ადამიანი, ხო, რაღაცა არამიწიერი ბოროტი არსებები მოსდევენ ამ ადამიანს. ეს არის ადამიანი, რომელსაც თავისივე სიავე, თავისივე აგრესია, თავისივე სიბოროტე, თავისივე მანკიერი მხარეები თუ უკვე არ დაუბრუნდა, ეხლა აწმყოს მოცემულობაში ძალიან მალე დაუბრუნდება უკან იმ დემონების სახით, რომლებიც მას მოსდევენ. ეს დემონები შეიძლება იყოს გარკვეული გარემოებები და სიტუაციების, მისი ცხოვრებისეული სიტუაციების უკუღმა შემოტრიალება მისთვის, გარკვეული კრახი ამა თუ იმ მიმართულებით, ასევე შინაგანი შფოთვები, შინაგანი აშლილობები, შიშები, კომპლექსები, ნერვიულობა, რომელიც რა თქმა უნდა განპირობებულია რაღაცა შესაბამისი ნეგატიური მოვლენებით, რომლებიც განვითარდება ამ ადამიანის ცხოვრებაში უახლოეს მომავალში. ადამიანი გაურბის რაღაც მდგომარეობას, გაურბის შიშებს, გაურბის საშიშ სიტუაციებს, მტრებს, რომლებიც მას ემუქრებიან. თუმცა თავის გონებაში, თავის ფიქრებში ის ამ მდგომარეობას ვერ გაექცევა და დაიტანჯება ძალიან ძლიერად, იმიტომ რომ არანაკლებ მტკივნეულია, არანაკლებ რთულია შინაგანი შიშების გადალახვა, როდესაც ადამიანი ხარ სულ ცუდის მოლოდინში, სულ თავდასხმის მოლოდინში, რომ ვიღაცა თავს დაგესხმება, ვიღაცა დაგარტყავს, ხო, დარტყმას მოგაყენებს, ჩაგძირავს რაღაცა კონკრეტული მიმართულებით ცხოვრების ამა თუ იმ სფეროში, დაგამარცხებს, სახელს გაგიტეხს, საქილიკოს, სალაპარაკოს, საჭორაოს გაგხდის. აი რაღაცა ამ ენერგიებს გაურბის ეს ადამიანი, მაგრამ ვფიქრობ, რომ რთული იქნება მისთვის ამ მდგომარეობიდან გამოსვლა. და მოდით ვნახოთ უახლოეს მომავალში, ამერგანებს ცოტა იქით გავწევ, რომ უფრო კარგად გამოჩნდეს. უახლოეს მომავალში რა ბუმერანგს მიიღებს ეს ადამიანი? ხო, ფაქტია, რომ ადამიანმა სერიოზული შეცდომები დაუშვა, შეეშალა თქვენთან მიმართებაში და ის ამისთვის სამართლიან პასუხისგებას, სამართლიან უკუკავშირს, ნეგატიურს, რა თქმა უნდა, იღებს სამყაროსგან. და მოდით ვნახოთ, ბუმერანგი რაში მდგომარეობს. ბუმერანგი მდგომარეობს ძალიან ძლიერ და საშიშ მტრებში. ისეთი კომბინაციები ამოდის აქ და ისეთ ადამიანებს ხედავ, ხო, კარისკარტები ამოდის, რომლებიც ძლიერი ენერგეტიკის მატარებლები არიან, ძლიერი ადამიანები არიან და მათთან მეგობრობა ეს ერთი დიდი სიმდიდრეა, მაგრამ როდესაც ასეთი ადამიანები მტრებად მოევლინებიან ვინმეს, ეს არის სამყაროს წყევლა, სამყაროს სასჯელი, როდესაც ასეთ ძლიერ მტრებს, ასეთი ძალის მქონე მტრებს მოგივლენს სამყარო ადამიანს, იმ ადამიანმა უნდა ჩათვალოს, რომ ფაქტობრივად წასულია მისი საქმე, დაღუპულია. არ არის გამორიცხული, რომ ბუმერანგი ამ ადამიანს დაუბრუნდეს ფიზიკური ტრავმების სახითაც, შესაძლებელია გზაზე სერიოზული პრობლემები, ავარიები, რაც განაპირობებს მის პირდაპირ დარტყმას მის ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, ძალის დაკარგვას. სხვადასხვა სახის ფიზიკურ ტრავმებს, დასახიჩრებას და ავადმყოფობას, რაც გამოწვეულია ძალისმიერი ჩარევით. ამავდროულად აქ ჩვენ ვხედავთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც მას მტრებად მოევლინებიან და უპირისპირდებიან და მოსთხოვენ პასუხისგებას იმ გარკვეული შეცდომებისთვის თუ манипуляციებისთვის, რაც ამ ადამიანმა ჩაიდინა წარსულში. შესაძლებელია ამ ადამიანს არ მხოლოდ თქვენს მიმართ აქვს ეს შეცდომები დაშვებული და ეს ცუდი საქციელი გამოვლენილი, ან სიბოროტე გამოვლენილი, არამედ სხვა ადამიანების მიმართაც, რომლებიც სამართლიან პასუხისგებას მოითხოვენ მისას და დაუპირისპირდებიან ძალიან სერიოზული ძალით, პირდაპირ
მიაყენებენ დარტყმას ამ ადამიანს და კუთხეში მიაყენებენ რაღაცა თავის მართლების პოზიციაში და ის ამ მდგომარეობაში დარჩება აბსოლუტურად მარტო. იმიტომ რომ მას ვისი იმედიც ჰქონდა, რომ გამოუცხადებდა მხარდაჭერას ეს ადამიანი, ხომ? შესაძლებელია მამაკაცის, ვიღაცა მამაკაცის მხარდაჭერა ქონა, აქ ხედავთ კვერთხების მეფეს. შესაძლებელია ამ ადამიანის მხარდაჭერის იმედი ჰქონდა მას, მაგრამ სწორედ ეს ადამიანი განუდგება მას და პირიქით განსჯის ძალიან მკაცრად და მოსთხოვს პასუხის აღებას და პასუხის გაცემას იმ ქმედებებზე, რომელიც ამ ადამიანმა ჩაიდინა, ხო? ნებით ან უნებლიეთ თავისი სიბრიყვიდან, თუ შეიძლება ასე ითქვას, გამომდინარე, ხო? იმიტომ რომ ადამიანმა უნდა იცოდე, ვის დაუპირისპირდე, ვის გამოუცხადო ომი. აქ რაღაცა ისეთ მოცემულობას ვხედავ, თითქოს ადამიანი თავისივე სისულელის მსხვერპლად იქცევა, ხო? მას ძალიან დიდი მოლოდინები ჰქონდა მხარდაჭერის ვიღაცა მამაკაცისგან, ან პიროვნებისგან, ვისთანაც შესაძლებელია აკავშირებს სასიყვარულო გრძნობები, რაღაცა ემოციური მხარდაჭერა აქვს ამ ადამიანისგან, მაგრამ სამომავლოდ სწორედ ეს ადამიანი შეაქცევს მას ზურგს და ის რჩება აბსოლუტურად მარტო. ამავდროულად ეს ადამიანი გარდა სამყაროდან მატერიალურ სივრცეში მის მიმართ მოვლენილი მატერიალური ფიზიკური ადამიანების მტრების სახით და სასჯელი გარდა იმისა, რომ ამ სახით იქნება გამოხატული, ხო, პირდაპირ ფიზიკურად გამოხატული ძლიერი მტრების სახით, აქ ასევე ვხედავთ აბსოლუტურ მარტოობას, საკუთარ შიშებთან მარტო დარჩენილ ადამიანს, რომელიც რჩება აბსოლუტურ იმედობაში, აპათიაში და მარტოსული. ადამიანი, რომელიც აბსოლუტურად ძალაგამოცლილი, განიარაღებული, დაუცველი, რჩება თავის სამყოფელში და მაშინაც კი მას ის არ არის მარტო, ის რჩება თავის შიშებთან, თავის შინაგან დემონებთან ერთად, რომლებიც მას არ აძლევენ მოსვენებას და ტანჯავენ როგორც ფხიზელ, მღვიძარ მდგომარეობაში, ასევე ძილის მდგომარეობაში. ანუ ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს შინაგან კოშმარებთან, კოშმარულ სიზმრებთან და ფსიქიკურ გარღვევებთან, ანუ რაღაცა გარკვეულ ფსიქოლოგიურ, ფსიქიკურ აშლილობებთან, რომლებიც ასევე ტანჯვის სახით მოევლინება ამ ადამიანს. აი აქ ხედავთ ძინარი ადამიანს, რომელსაც უკნიდან ვიღაც ესეთი არა სასურველი ძალიან ბოროტი არსება ეპარება. მას სძინავს, ის არის დაუცველი, განიარაღებული, უმოქმედო, მარტომყოფი, შესაბამისად ვერანაირად ვერ შეძლებს აი ამ მდგომარეობაში თავის დაცვას. შესაბამისად, რომ შევაჯამოთ პირველი ვარიანტი, ბუმერანგი ამ ადამიანს მოევლინება სამართლიანად, მოევლინება თავისივე უგუნური, სულელური საქციელებიდან გამომდინარე, მოევლინება როგორც ძალიან ძლიერი მტრების სახით და რატომ გონია რომ აქ უფრო მამაკაცური ენერგიები ამოდის, ისეთი გარკვეული ძალაუფლების მქონე ადამიანების სახით, რომლებიც მას მკაცრად მოსთხოვენ პასუხს შესაბამისი მისი ქმედებებისთვის. ამავდროულად ეს ადამიანი დაუპირისპირდება აბსოლუტურად მარტომყოფი, მარტო დარჩენილი თავის შინაგან დემონებს, შიშებს, კომპლექსებს, სადაც აბსოლუტურად სარიელად და მარტოსულად იგრძნობს თავს და აქვე უკვე ჩანს ძალიან ძლიერი პიროვნებისგან ღალატი, ზურგშექცევა, ანუ იმ ადამიანისაგან ღალატი ბუმერანგის სახით, რომელიც მას ეიმედებოდა როგორც მხარდამჭერი, როგორც თანამებრძოლი, მეგობარი, შესაძლებელია პარტნიორიც, სწორედ აი ამ ადამიანისგან მიიღებს დარტყმას ზურგშექცევის და მიტოვების სახით. შესაბამისად ადამიანი რჩება აბსოლუტურად მარტო, ენერგეტიკულად დაცლილი და მარტოსული. არ არის გამორიცხული ასევე ბუმერანგი მოევლინოს ამ ადამიანს საგზაო შემთხვევების სახით გადაადგილების პროცესში გარკვეული კატასტროფების, ანუ ესეთი ავარიების სახით, სადაც შესაძლებელია მან მიიღოს ფიზიკური სახის დაზიანებებიც. აი ესეთი იყო პირველი ვარიანტი, ესეთი პროგნოზი მოგვეწოდა ბუმერანგთან დაკავშირებით პირველმა ვარიანტმა, ჩემო მეგობრებო და მოდით
ნახოთ მეორე ვარიანტი რას გვეუბნება. და მეორე ვარიანტის სიგნიფიკატორი. აქ უფრო დაბეჭდებით შემიძლია ვთქვა, რომ ამოსულია უფრო ქალური ენერგიები, ფემინური ენერგიები. ვფიქრობ, რომ ძირითად შემთხვევაში, უმრავლეს შემთხვევაში ეს ვარიანტი, ვინც აირჩიეთ, მეორე ვარიანტი, თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება არის უფრო ქალი ან ადამიანი, რომელსაც გარშემო ისეთი ფემინური ენერგიები აქვს, ფემინური ქალური ენერგიებით არის გარშემორტყმული, ყავს ძლიერი პარტნიორი ქალის სახით. იმიტომ რომ აქ ამოდის საკმაოდ ისეთი ძლიერი ფიგურანტი, ძლიერი მოთამაშე, ლიდერი, ამბიციური ადამიანი, რომელსაც უყვარს ყველას და ყველაფრის გაკონტროლება, მართვა, უყვარს პირველობა, უყვარს რომ ჩანს, არის ძალიან ესეთი ხორციელი, მიწიერი ენერგიებისკენ მსწრაფველი, ხორციელი ტკბობისკენ, ფუფუნებისკენ, სიმდიდრის დაგროვებისკენ, რაღაც აი მატერიალური რესურსების მოპოვებისკენ და მოხვეჭისკენ მიდრეკილი ადამიანი, რომელისთვისაც მატერიაში გამოხატული ძალაუფლება, ფულის, მდიდარი პარტნიორის, ესეთი საკმაოდ ისეთი, ხო, კარგი მსუყე შემოსავლიანი სამსახურის, ბიზნესის ქონა არის ყველაფერს ნიშნავს ამ ადამიანისთვის, ის რომ ჩანს, ის რომ გამორჩეულად აცვია, ის რომ განსხვავებულად უფრო მდიდრული ცხოვრების წესით ცხოვრობს და აქვს ამის შესაძლებლობა და აქვს ფუფუნების გამოხატვის შესაძლებლობა, თითქოს ამით უფრო აღმატებულად გრძნობს სხვებთან მიმართებაში თავის ეგოს იკმაყოფილებს. როგორც აღნიშნე, ძირითად შემთხვევაში უფრო ფიქრობ, რომ ეს არის ქალი, მეორე ვარიანტის ჩაფიქრებულ მტერში, მტრის ხატსახეში გვევლინებ უფრო ქალის ფიგურანტი ქალია, მოთამაშე. ამ ვარიანტში ასევე შესაძლებელია იყოს მამაკაცი, ძლიერი ქალური ენერგიების ქონით თავის ცხოვრებაში, შეიძლება იყოს ძლიერი დედა, ძლიერი მეუღლე, რაღაცა ძლიერი ფემინური ენერგიები, ხო? ჩვეულებრივი ისეთი უბრალო ადამიანი არა, ანუ ქალი ბოსი, ქალი ლიდერი, ქალი მმართველი. კარგით, მოდით ვნახოთ რა ბუმერანგს მიიღებს ჩაფიქრებული მტერი თავისი შეცდომებისთვის. ჩაფიქრებული მტერი მიიღებს პირველ რიგში სამართლიან სასჯელს იმ სახით, რომ ის რისკენაც ის მიისწრაფვოდა, რასაც ის აშენებდა, თავისი ძალაუფლების განმტკიცებისთვის, თავისი ლიდერობის, ბოსობის გამოხატულების სახით, ის ჩამოენგრევა მთლიანად თავზე, ხო? ეს შეიძლება იყოს რაღაცა, ვთქვათ, ძლიერი ოჯახი, ძლიერი ბიზნესი, რაღაცა სისტემური ძალის ფლობა და ლიდერობა სისტემისა, როგორც აღნიშნე, შეიძლება იყოს ოჯახი, ეს შეიძლება იყოს საკუთარი ბიზნესის ქონა, ეს შეიძლება იყოს ორივეც ერთად თუნდაც, აი ეს ყველაფერი, რაც მის ეგოს კვებავდა და აწვდიდა მატერიალურ საკვებს, ენერგიას, ეს ყველაფერი ჩამოექცევა თავზე, იმიტომ რომ ამ ადამიანმა ფაქტიურად უარყო სულიერი განვითარება, უარყო სულიერება, უარყო ის სიკეთეები, რაც არის ადამიანში და რაც ბოძებული აქვს ადამიანს სამყაროსგან იმისთვის, რომ განავითაროს, იმისთვის, რომ წინ წამოწიოს ცხოვრებაში, იმიტომ რომ მატერიალურ სიკეთეებზე მიჯაჭვულობა ყოველთვის განაპირობებს კრიზისს, სულიერ კრიზისს ადამიანის ცხოვრებაში, რაც იწვევს
შემდგომ კათარზის, განკურნებას, განწმენდას ისეთი მტკივნეული გზით, როგორიც არის ნგრევა, არ არსებობს არაფერი მუდმივად მატერიალურ სამყაროში, ფორმების სამყაროში, ყველაფერი ინგრევა, თუ კი რაიმეს ზედმეტად მიეჯაჭვება ადამიანი. ჩვენ ეს ყველაფერი გვაქვს კომფორტისთვის, სიამოვნებისთვის, ტკბობისთვის, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს და ამ შემთხვევაში ამ ადამიანს, თქვენს ჩაფიქრებულ მტერს დაავიწყდა, რომ ყველაფერი დროებით გვეძლევა, ხო? ადამიანებს დედამიწაზე სიცოცხლეც დროით არის განსაზღვრული. არ არის მარადიული დედამიწაზე ყოფნა და ცხოვრება, არის დროებითი და არ უნდა დაგვავიწყდეს სულის გზა, ხო? სულის მისიები და დანიშნულება. ამიტომ ამ ადამიანს ეს იდილია შესაძლებელია, როგორც აღვნიშნე, ოჯახური იდილია, რომელსაც რუდუნებით აშენებდა და ყველა მიღებულ თუ მიუღებელ გზას და საშუალებას მიმართავდა იმისთვის, რომ თვითონ ყოფილიყო გამორჩეული სხვა ადამიანებისგან და ზემოდან გადმოეხედა მერე მათთვის და ამით თავისი ეგო დაეკმაყოფილებინა, ყველაფერი დაენგრევა თავზე. შესაძლებელია უღალატოს პარტნიორმა, მიატოვოს პარტნიორმა და დაენგრეს ეს პარტნიორობა, ძალიან მკაცრად მოხდეს პარტნიორისგან მისი განსჯა, სიცივე წამოვიდეს ურთიერთობაში, რაც სერიოზულ ბზარს გააჩენს. გარედან ერთი შეხედვით ძალიან შელამაზებულ და პოზიტიურად უნაკლოდ წარმოჩენილ ურთიერთობაში გაჩნდება განხეთქილება. და ის მდგომარეობა, რაც მის ეგოს გაბერილ თვითშეფასებას აძლევდა, რომ აი მე ყველაფერი შემიძლია, მე ყველაფერს ვაკონტროლებ, მე პირველი ვარ, მე ბოსი ვარ, მე ლიდერი ვარ. ჩემზე ძლიერი არავინ არ არის, აი ეს თვალსა და ხელშუა გაქრება ეს მდგომარეობა და ადამიანი ჩამოიშლება მთლიანად. მისი სახელი, მისი რეპუტაცია, მისი საქმიანი იმიჯი, მისი პარტნიორობა, მისი ოჯახური იდილია, შესაძლებელია ბიზნესიც, რაღაცა საქმის ქონაც. როგორც ბაბილონის გოდოლი დაინგრა, ხო, გვაქვს ეს ჩვენ ყველას საკითხული და ვიცით. ისე ჩამოინგრევა მისი ციხესიმაგრეც, სადაც ეგონა, რომ აბსოლუტურად უსაფრთხოდ გრძნობდა თავს და სადაც ეგონა, რომ ყველაფრისგან და ყველასგან იყო დაცული და თვითონ ჰქონდა ყველაფრის უფლება და შესაძლებლობა. არ არის გამორიცხული, რომ მას ასევე დაუპირისპირდეს არანაკლებ ძლიერი ქალი, ტრობა ქალებს შორის, იმიტომ რომ ამოდის ესეთი კვერთხების დედოფალი, მტრის ხატსახის სახით, რომელიც უპირისპირდება მას და შესაბამისად ამ დაპირისპირების ფონზე ადამიანი კარგავს თვითკონტროლს სიტუაციაზე, კარგავს კონტროლს თავის ცხოვრებაზე და მისი გზა მრუდდება, მისი მიზნები მრუდდება, მისი ხედვები მრუდდება. და ის აცნობიერებს, რომ აბსოლუტურად მარტო, ემოციურად გამოფიტული, ცარიელი რჩება აი ამ ყველაფერში. სერიოზული კრიზისი მოდის ამ ადამიანის ცხოვრებაში. კრიზისი ისეთი ხარისხის, იმდენად ძლიერი კრიზისი, რომ ასეთი ნგრევის შემდგომ ძალიან რთულია რაიმეს აშენება ხელახლა. ძალიან დიდ სიძლიერეს, მთელი ნების, მთელი ძალების კონცენტრაციას მოითხოვს ადამიანისგან ესეთი ნგრევა, რომ შემდგომ ადამიანმა შეძლოს რაღაცა ამ ნამსხვრევებისგან შეკოწიწება რაღაცის, გაერთიანება და გაგრძელება ცხოვრების. და რომც შეძლოს მან ამის გაკეთება, რა თქმა უნდა, მისი ხარისხი, მისი ცხოვრებისა იქნება გაცილებით დაბალი, ვიდრე ეს იყო აქამდე და არის თუნდაც დღეს, ხო? გრევა, რომელიც მოიცავს მისი ცხოვრების ძალიან ბევრ ასპექტს, პიროვნულ ასპექტს, პირველ რიგში ეს ყველაფერი დაარტყავს მის ეგოს, პირადი ურთიერთობების ასპექტს, სახელის და რეპუტაციის ასპექტს, იმიჯის და კონტროლის თემებს დაარტყავს, ემოციონალურ ასპექტში დაარტყავს ძალიან ძლიერად. და მტრების სახით ძალიან ძლიერი მტრობა ქალთან, რომელიც მას
აბსოლუტურად დეზორიენტირებულს დაატოვებს აი ამ ცხოვრებაში. არ ეცოდინება რა გზას დაადგეს, რა მიმართულებით წავიდეს და საერთოდ რა კურსი აიღოს ცხოვრებაში. ძალიან მძიმე ბუმერანგია მეორე ვარიანტის ჩაფიქრებული მტრისთვის. ძნელია ასეთი დარტყმის შემდგომ ცხოვრების გაგრძელება და პიროვნული მეს შენარჩუნება. აი ესეთი ვარიანტი იყო, მეორე ვარიანტი, ასეთი პროგნოზი მოგვაწოდა ჩემო მსმენელებო და მოდით ვნახოთ მესამე ვარიანტი. ვინ არის თქვენი მტერი, როგორი ადამიანია, ან როგორი სიტუაცია აქვს ახლა, რა სიტუაციაში იმყოფება, რა ენერგიებში იმყოფება. ჩვენ აქ ვხედავთ ადამიანს, რომელსაც აქვს გარკვეული ავტორიტეტი მოპოვებული თავის წრეებში, თავის შიდა წრეში. შეიძლება იყოს განპირობებული მისი პროფესიული საქმიანობიდან, მისი ავტორიტეტიდან, მისი სახელიდან, როგორი სახელი აქვს დამკვიდრებული ადამიანს, ხომ? მისი განვლელი ცხოვრებიდან გამომდინარე. ადამიანი მასწავლებელი, ადამიანი მრჩეველი, ადამიანი გურუ, სულიერი ადამიანი, რომელსაც აქვს ისეთი ადამიანის სახელი მოპოვებული, რომელსაც შეუძლია რჩევის მოცემა, რომელიც მაღალ მორალურია, რომელიც ავტორიტეტულია გარკვეულ წრეებში, მაგრამ საინტერესოა, რამდენად სწორი ავტორიტეტი აქვს მას, სწორად რამდენად აქვს ეს ავტორიტეტი მოპოვებული, რამდენად შეესაბამება მისი ნამდვილი ენერგიები მის გარე გამოხატულებას, მის გარეგნულ ენერგიებს და რამდენად არის ეს ადამიანი მოწოდებით მასწავლებელი, ან მრჩეველი, ან თუნდაც სულიერებისკენ მიდრეკილი ადამიანი, ხო? იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ხშირად და ძირითად შემთხვევაში ესეა, იშვიათია ნამდვილად სულიერი ენერგიები და სულიერებისკენ, სულიერი განვითარებისკენ სწრაფველი და ნამდვილად მოწოდებით მისიით მასწავლებელი ადამიანის პოვნა ძალიან რთულია. ხშირად ეს ავტორიტეტი და ეს სახელი არის ხოლმე გაბერილი, გაზვიადებული, ან გარკვეულწილად შექმნილი იმიჯისთვის, ხო? გარეგნული იმიჯია, მაგრამ შიგნით ადამიანია აბსოლუტურად სარიელია და აბსოლუტურად მერკანტილური მიზნებით შეიძლება ეწეოდეს ამ საქმიანობას, ხო? ანუ თავისი პირადი სარგებლისთვის მხოლოდ და მხოლოდ და დიდად არც აინტერესებდეს, რამდენად აძლევს ადამიანებს იმას, რისთვისაც ისინი მასთან მიდიან, ხო? რამდენად ფასეულია მისი სწავლება, რამდენად სწორია მისი საქმიანობა, რამდენად მაღალ მორალურია და ასე შემდეგ. ყოველ შემთხვევაში იმიჯი არის ასეთ ენერგიებში იმყოფება ეს ადამიანი, მაგრამ საინტერესოა სინამდვილეში თუ ასეთი მაღალ მორალურია, მაშინ ბუმერანგი რატომ დაიმსახურა, ხო? რამდენად სწორი ადამიანი ჩაუთქვით ამ შემთხვევაში მესამე ვარიანტის წარმომადგენლებმა საინტერესოა ნამდვილად. მოდით ვნახოთ რა ბუმერანგი ელის ამ ადამიანს უახლოეს მომავალში. სიმართლე რომ გითხრათ, თავიდან ცოტა ეჭვი შემეპარა, მაგრამ თუ ახლა მივყვები ლოგიკურ განვითარებას იმ ყველაფრისა, რასაც აჩვენებს ტარო, ჩვენ აქ ვხედავთ ძალიან სერიოზულ გავლენას, ნეგატიური ენერგიების გავლენას ამ ადამიანზე და ეს გავლენა გაცილებით სწრაფად შეიძლება გამოჩნდეს და მოხდეს ეს დარტყმები, ვიდრე ვთქვათ წინა ორი ვარიანტის შემთხვევაში. ადამიანი აი ამ თავისი სტატუსიდან, რანგიდან
მასწავლებლობის მდგომარეობიდან, მრჩევლობის მდგომარეობიდან ცალსახაა რომ კარგავს ამ მდგომარეობას და ყველაფერს ისე ვიწყებს თავიდან. გამომჟღავნდება ისეთი ინფორმაცია, ისეთი ამბავი გამჟღავნდება მასთან დაკავშირებით, რომელიც მას დააკარგვინებს აი ამ თავის სახელს და რეპუტაციას, რომელიც შექმნილი ჰქონდა სპეციალურად იმისთვის, რომ გარკვეული სარგებელი ენახა, ანუ პირად სარგებელზე აქვს საუბარი და არა ისეთ ადამიანზე, რომელიც მოწოდებით ასრულებს ამ მისიას. ადამიანი კარგავს მასწავლებლის, მორალური სულიერი ადამიანის სტატუსს, იმიჯს, გურუს სტატუსს და იმ წინააღმდეგობებს, რომლებიც გამოჩნდება მის ცხოვრების გზაზე სხვადასხვა ადამიანების სახით, სიმართლის გამჟღავნების სახით და მოვლენების ისეთი განვითარების ხაზი იქმნება, რომელსაც ის თავის მასწავლებლობას, თავის ავტორიტეტს ვერ დაუპირისპირებს. მას არ ეყოფა შინაგანი ძალები, არ ეყოფა შინაგანი ცოდნა იმისთვის, რომ აი ეს წინააღმდეგობები გადალახოს. შეიძლება გამჟღავნდეს მის შესახებ ისეთი ინფორმაცია, რომ თავადაც არ ესმის ის საგანი, პირობითად ვამბობ, რასაც ასწავლეს. თვითონაც არ აქვს გააზრებული, რას ასწავლეს. და ამ დროს ასწავლეს სხვას იმას, რაც თვითონაც არ იცის. აი რაღაცა ასეთი შეიძლება გამოჩნდეს, დაემართოს ამ ადამიანს, რაც მთლიანად გაანადგურებს მის ავტორიტეტს და გახდის თითით საჩვენებას. ადამიანი ჩავარდება თავის მართლების, თავდაცვის პოზიციაში, მაგრამ როგორც აღვნიშნე, მას ცოდნა, გამოცდილება და ძალები, სულიერი ძალები არ ეყოფა იმისთვის, რომ აი ამ ყველაფერს გაუმკლავდეს, დაუპირისპირდეს არგუმენტირებული პოზიციებით, იმიტომ რომ მას არ ექნება არგუმენტები, ის იქ ჩავარდება უსუსურ მდგომარეობაში და შესაბამისად ყველა დაინახავს, რომ ამ ადამიანს არც ცოდნა, არც კვალიფიკაცია, არც სულიერი მოწოდება, სულიერი მდგომარეობა არ აქვს ისეთი, რომ იქცეს სხვისთვის მასწავლებლად, მისაბაც მაგალითად ადამიანად, რომელსაც შეიძლება მიიბაძო, რომელმაც შეიძლება მოგცეს მაგალითი, ხო? წოთის ანთელი ჩაქვრა. და შესაბამისად ეს ადამიანი დაკარგავს თავის ავტორიტეტს. დაკარგავს ფინანსურ წყაროებს, ეს ყველაფერი დაარტყავს მის ფინანსურ შემოსავლებს. ჩავარდება უკიდურეს ფინანსურ კრიზისში, იმიტომ რომ მასთან აღარ მივა არავინ. ის ვერაფერს ვეღარ ასწავლის, შესაბამისად ამ საქმიანობიდან ვერანაირ შემოსავალს ის ვეღარ მიიღებს. მოუწევს რაღაცა სხვა რამის შესწავლა, სხვა რამის დაწყება, სადაც იქნება პირველი საფეხურის მოსწავლე, ნულიდან მოუწევს ფაქტიურად ამ ადამიანს თავის ცხოვრების შენება, თავისი საქმის შენება, რაც მთლიანად გაანადგურებს მას ემოციურად. ასევე არ არის გამორიცხული, რომ ის მიატოვოს მისმა პარტნიორმაც და წავიდეს მისგან. რაც უკიდურეს მტკივნეულ დარტყმას მიაყენებს მას, შესაბამისად ხდება ადამიანის კოლაფში ჩავარდნა, პირადი ურთიერთობების არევა, ნგრევა, ფინანსური კრიზისი და ამ ყველაფრის საწყისს წარმოადგენს ისეთი ამბის, ისეთი თემის გასკდომა მის კონკრეტულ საქმიანობასთან მიმართებაში, სწავლებებთან მიმართებაში, როდესაც ეჭქვეშ დადგება, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება მისი სწავლების მეთოდი, მისი ცოდნის დონე და ხარისხი, მისი სულიერება და აეხდება დამალულ ინფორმაციას ფარდა, რომ ის სინამდვილეში არის პრაფანი, თუ შეიძლება ასე ითქვას, დილეტანტი თავის საქმეში და სინამდვილეში ის არანაირ ძალებს, არანაირ ცოდნას, არანაირ სულიერებას არ ფლობს და ეს ყველაფერი არის უბრალოდ კარგად შეფუთული მულაჟი, ხო, ბუტაფორია, რომელიც არის შიგნიდან ცარიელი, მყიფე. შესაბამისად ეს მყიფე ბუტაფორია ძალიან მარტივად დაიმსხვრევა და შესაბამისად ამას მოყვება თანმდევი შედეგები, ეს არის ფინანსური კრიზისი, შემოსავლის წყაროს
გაქრობა და პრობლემები პარტნიორულ ურთიერთობაში. ნგრევა ურთიერთობის პარტნიორისგან მიტოვება ან გარკვეული რთული არჩევანის წინაშე მისი დადგომა, რაც ძალიან რთული იქნება მისი მხრიდან, ან შესაძლებელია ცხოვრება მოუწყოს ისეთი სცენარი, სადაც მასთან დაკავშირებით გააკეთებენ არჩევანს, იმიტომ რომ მას აღარანაირი ძალაუფლება აღარ ექნება და შესაბამისად არჩევანი იმ შემთხვევაში აქვს ადამიანს, როდესაც რაღაცა კიდე ძალაუფლებას ფლობს, რომ ორი გზიდან ერთი აერჩიოს, ამ შემთხვევაში უფრო მასთან მიმართებაში გაკეთდება ეს არჩევანი და პარტნიორი შესაძლებელია დაადგეს თავის გზას და ეს ადამიანი დატოვოს მარტო თავის შიშებთან და თავის კრახთან. აი, ასეთი ვარიანტი გახლდათ, მესამე ვარიანტი, ჩემო მეგობრებო, ჩემო მსმენელებო. თუ რეზონირდა ეს ინფორმაცია თქვენთან, დაალაიქეთ, დააკომენტარეთ ამ ვიდეოს კომენტარების ველში, დამიწერეთ თქვენი შეხედულებები, ასევე მომწერეთ, დამიკომენტარეთ რა თემებზე გსურთ საჯარო გაშლების გაკეთება და მე აუცილებლად გავითვალისწინებ თქვენს ინტერესებს. ეხლა კიდე გემშვიდობებით, დროებით მომავალ შეხვედრამდე.